იცით რატომ მოვყევი? რეაქციის გამო. როგორ იქნებოდა ნორმალური ჯანსაღი რეაქცია EOTOS-ი? ჩვენ ვიცით EOTOS წესდება, რისთვის იყო შექმნილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო იქნებოდა ეს ინტერესი და ყურადღებით, ასე თქვათ, ამის მოხსნა და თქვა, რომ კი, მაგრამ ხო არის სხვა აზრი და ასე შემდეგ და ეს განსახილველია და რატო არ გააკეთეს ეს? იმიტომ რომ არც ერთი დამკვირვებელი არასოდეს არ იტყვის, რომ იყო დარღვევა, თუ არ დადო საბუთი. და ეს იციან ძალიან კარგად და კამპანია აგებულია ისე. აი ამ ფონზე არის რაც არის და ეხლა გადავდივარ უშუალოდ აი კითხვა ასეთია, როგორ შეიძლება გლობალურმა კრიზისმა გავლენა მოახდინოს საქართველოს და საქართველოს ხევსურეთ პოლიტიკაზე. როგორ და აი ესეთი გავლენა მოახდინა. ეს კრიზისი იყო, დიდი კრიზისი, როცა უკრაინაში დაიწყო ეს ომი. ალბათ ზოგმა შემსულკეთ იცით, რომ მწვანე შოქი ჰქონდა კრემლს ამისათვის დასავლეთისაგან. ოღონდ იმ პირობით, რომ თუ იქნება ყირიმი 2, კი ბატონო. დიდი ფინანსური ინტერესების გამო არ გამოვიდა ყირიმი 2. გახსოვთ ბაიდენის წამოწდენა. პატარა შეჭრა თუ იქნებაო. Small invasion, incursion. მე თქვა ეს არ გამოვიდა ეს ამბავი და გამოვიდა ესაც გამოვიდა. ეს გაკვეთილი არის იმისა, რომ კი გადავრჩეთ და ასე შემდეგ აქამდე ასე მოვდივართ, მაგრამ როცა ლაპარაკობენ რაღაცა კონცეფციებზე და ვისთან დავიჭიროთ ურთიერთობა და აი თქვათ ამერიკასთან რატო არ უნდა გავაქტიუროთ ამასთან გამოვდიოდი მეკითხებოდნენ და ასე შემდეგ ხო ეს პირველი უნდა გამოვიდეთ იმ წითელი ხაზებიდან რაც იყო და ახლა გაცილებით კვეთრია და გადარჩენა ამაზეა დამოკიდებული და შესაბამისად მუშაობა საჭირო სხვებთან დასავლეთთან არადასავლეთ და ასე შემდეგ აი იმით რომ ეს გაიგონ ზოგიერთმა გაიგო და თქვა გარდა ამისა აი ნაზი არ მაჩერებს თორე პომპეო რო ჩამოვიდა გახსოვთ საბჭოთა დივანი ტრამპის პირველი კადენცია ეს კაცი რომელიც მის დღეში არ ყოფილა დიპლომატი როგორც დეგნანი მისი კადრი რომელიც ბალკანეთში ყავდა მან თქვა ძალიან საინტერესო რამე მან ესე თითის აწვევი თქვა you must თქვენ უნდა ააშენოთ ანაკლია you must მაგრამ ის უნდა ააშენოთ რომ არც რუსები არ შემოიყვანოთ არც ჩინელები არ შემოიყვანოთ წერტილი პომპეოს რო ეთქვა და აქვე მინდა სიხარულით გითხრათ რომ გადაწყდა ყველაფერი ჩვენთან შეერთებულ შტატებში 5 თუ 7 მილიარდი ეთქვა დოლარი გამოყოფილია კრედიტების სახით ამისათვის მეტიც კრემლს ჩვენ მოვილაპარაკეთ და უშიშროების პრობლემა არ გექნებათ და ეს ოპიკმა დააზღვია რო ეთქვა არაფერი ეს არ ეთქვა მაგრამ თქვენ უნდა ეხლა მე ვიკითხე საჯაროდას ვქვი დედამიწის ზურზე რომელია იგი ქვეყანა რომელიც შეიძლება დაინტერესდეს ანაკლიით და იქ რაღაცა დაიწყოს და ამას არ მოყვება შესაბამისი რეაგირება კრემლისა და მოგეხსენებათ აქედან სადაც ჩვენ ახლა ვართ აქედან 30 კილომეტრშია რუსული ტანკები პირდაპირზე ხო ანაკლიაში 10 მეტრშია აი ეს თქვა ბადე და იქ არის ხო რომელი იგი ქვეყანა რომ რუსეთმა მაშინ არ მიიღოს ამაზე ზომები და არ დაგიყენოს 1-2 სამხედრო გემი რომელთა უმრავლესობა ახლა ოჩამჩირეშია რეიდზე აბა რომელი არის ასეთი ქვეყანა მას ჩინეთი ქვია ჩინეთმა რომ რამე დაიწყოს არც საყვედურს არ ეტყვიან იქიდან და არც არავითარ შეფერხებას არავითარ შემთხვევაში ასე ვთქვათ არ ექნება ადგილი არავითარს ამ გეოპოლიტიკურ ეტაპზე ისმით ჩინეთი გამოჩნდა კაპიკი არ ჩადო ჩინეთმა დღემდე მაგრამ აჩვენა თავისი კოლგა ჩინეთმა რო თავისი კოლგა აჩვენა ბელგიის დიდი კომპანია შემოვიდა მაშინ ათვე მწვანე შოქი ეს არის მაგალითი იმისა რა ხდება მოცემულ გეოპოლიტიკურ სურათსა და ეპოქაში აი ესეთი მოქმედებაა საჭირო.
საჭირო ასეთი მოქმედება და ესე იგი პრაგმატიზმი, მოქნილობა ყველა სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ამის გათვალისწინება, იმის გათვალისწინებით, რომ დემოგრაფიული ვითარება ისეთია და ჩვენი ეთნოსის და ერის დაბერებისა და კლდომის პროცესი იმდენად სწრაფია, რამდენადაც ჩვენი დემოგრაფები გვეუბნებოდნენ წლების წინათ. აი ეს დემოგრაფები გიაწოლაძე და სულაბერიძე გია აღარ არის, რომლებიც შევიდნენ უწმინდესთან, მაშინათვე მიიღო და უთხრეს, რომ მესამეს თუ მონათლავდით თქვენ უწმინდესობაში. მესამე ნამატია ერისთვის, ორი არა. მესამე სტიმული რო იყოს. და აღნიშნავენ უცხოელები. აი ამის გათვალისწინებით, თქვათ, აი ჩემთვის მაგალითად როგორც ორჯერ ორი 4-ია ისეა, იმიტომ რომ ციფრებია და მეცნიერი ვარ. ორჯერ ორია ის, რომ რო არ შემოვიდეს დიდი ინვესტიციები, როგორც ახლა იმედი გვაქვს, რომ არაბული შემოვა ის 6 მილიარდი თორმეტ. სულ ცოტა ხანში პენსიებს ვერ გადაიხდის სახელმწიფო. არ არის არავითარი საშუალება. მუშახელი არ არის თუ არ შემოვიდა მუშახელი. იმიტომ კი არა რომ გადია ქართველები, დათვალეთ რამდენია გასული და ასე ვთქვათ, გააკეთეთ დასკვნა. არა, იმის გამო რომ საშუალო ასაკის სწრაფად მატულობს, რაოდენობა სწრაფად კლებულობს და ეს არის. აი ამის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს ეროვნულმა ხელისუფლებამ და გამოიჩინოს მაქსიმალური პრაგმატიზმი, მაქსიმალური შერიგება ფაქტებთან, რომელსაც ვერ შეცვლით და დაამთავრებს ჩემს ამ სიტყვას. პაპაჩემი გამოვიდა იმ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში. პოლიტიკაში არ ერეოდა. ჭავჭავაძეს ისნობდა, ნიკო ნიკოლაძის ახლოს იყო და ეს ტექნიკური პროექტები ყველაფერი. აი შემიძლია პაპის ის არის აგებული ჭავჭავაძის ძეგლი საფლავი თაწვიდაზე. და მან თქვა, აი ხო რუსულზე გადავალ, იმიტომ რომ ქართულ კლუბში რატო ხეს რუსულად ლაპარაკობდნენ, ყველას პეტერბურგში ხომ დავთარგმნილი. Папам თქვა ასე. Страсть выдавать желаемое за действительность принимает у нас в Грузии масштабы национального бедствия. ეს ფრაზა დამახვედრეს ბევრჯერ. რუსუდან ნიკოლაძე, ცობო მიქელაძე მსვარშულის ვარლამ ძიძიგურის ქრიბა, შოთა ძიძიგურის დედამ და სხვაებმა ყველას ახსოვდა. Страсть выдавать желаемое за действительность принимает у нас в Грузии масштабы национального бедствия. ეს იყო წლების განმავლობაში. და აი ეხლა და მადლობა ღმერთს რომ ეკონომიკური ზრდა არის ესეთი ისეთ ხომ 1,800,000 ავტომანქანაა კერძო რეგისტრირებული საქართველოში. 3,300,000 ცხოვრობს მაქსიმუმ. ეს ნიშნავს რომ მილიონზე მეტი ოჯახი არ არის. მილიონ ოჯახს მოდის 1,800,000 მანქანა. საშუალოდ 2 მანქანა ერთ ოჯახს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი არ არის თათ კორექტული, იმიტომ რომ შეიძლება კაც თავის მანქანა ყავს, მაგრამ დისტრიბუციაში მუშაობს, ის დისტრიბუციის მანქანა, კიდე სხვა სამსახურეობრივი მანქანა, იმიტომ გამოდის ამდენი. კერძოა ისიც, ის დისტრიბუტორის მანქანაც კერძოა. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვიცით რა ხდება და როგორ ხდება, ხო? რეალური სურათი ისეთია, რომ თბილისში მანქანები რო დადეს, თბილისი გავიდა ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე მსოფლიოში. ოჯახებზე გადაანგარიშებ. ჩემი მონაცემები არ არის, ისე როგორც ჩემი მონაცემები არ არის მსოფლიო ბანკის და ასე რომ აი ეს ზოგადი ძალიან რჩევა, რომელიც სამ წლებში დაცულია ბოლო წლებში, მინდა სიხარული თქვა, მინდა თუ იქნება მერე დრო გაგართოთ იმით რა იყო 2014 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ჩავიდა შეერთებულ შტატებში, როცა მაიდანი უკვე იმართებოდა და დაემთხვა ამას და რა მოხდა იქ და როგორ გადავჭით, ეს საკითხი თემა იყოს.